თუ ჩაერთო თქვენ თუ ჩაერთეთ პირადად ამ საქმეში და დღეს რა სიტუაცია? ვთქვი ლადო ბიჭაშვილს დიახ, ლადო ბიჭაშვილზე. ჩვენ ლადოსთან მქონდა საუბარი, იმ დღესვე დაუკავშირდით უბრალოდ ინციდენტიდან მეორე დღეს და დღეს მე რამდენადაც ვიცი, იგი იყო გორში ჩვენს ოფისში მისული, მოიტანა ყველაფერი, რაც ჩვენ ვთხოვეთ და შესაბამისად ალბათ ხვალვე ჩვენ უკვე დანარჩენ მოქმედებებს ჩავატარებთ, რაც საჭიროა ჩვენი მხრიდან სათანადო რეაგირებისთვის. რა თქმა უნდა, როდესაც ჟურნალისტი შეურაცხყოფას ეხება ფაქტი და ჩვენამდე მოდის ეს ინფორმაცია, ჩვენ ყოველთვის ძალიან მოკლე დროში ვახდენთ ხოლმე ამაზე რეაგირებას. ჩვენ ისიც ვთხოვეთ იქნებ ჩვენ შევხვედრო და უშუალოდ, მაგრამ როგორც ჩანს მან გორში ამჯობინა, იქ ყავს ჩვენ წარმომადგენელი, სხვა შორის ისიც ჟურნალისტია. და ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის გავაკეთებთ იმისთვის, რაც ჩვენი მხრიდან არის საჭირო, რომ რეალურად დადგინდეს, ვინ გააკეთა ეს და შესაბამისად პასუხი მოეთხოვოს, თუმცა არის კონკრეტული გარემოებები, რომლებიც სახალხო დამცველს რაღაც ეტაპზე შეუძლია რეაგირება და მე სამწუხაროდ კონკრეტულ ქმედებებს რაც შეეხება, ეს უკვე არის სამართალდამცავი სტრუქტურების გასაკეთებელი. თუმცა თქვენ აღწევთ ხოლმე შედეგებს, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლო გაქვთ რამდენიმე მოგებული. ის არის საკონსტიტუციო სასამართლოს რაც შეეხება, ნამდვილად მნიშვნელოვანი სარჩელი იყო, რომელიც მოვიგეთ და სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ზუსტად 2 დღის წინ გამოვა, თუმცა საკონსტიტუციაში ჩვენ კიდე გვაქვს არაერთი სარჩელი შეტანილი, კიდე 3 გვაქვს მომზადებული. რა თემებზია თუ შეიძლება? ერთ-ერთი რომელიც მომზადეთ ახლა ეხება კანონს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ და ვაპირებთ რომ ძალიან მალე გადაუგზავნოთ სასამართლოს ბოლო დახვეწას გადის სარჩელი. რა ცვლილებას ითხოვთ ამ კანონში? ჩვენ რამდენიმე მოხს კანონისას ვაცხადებთ როგორც კონსტიტუციასთან შეუსაბამოს და ვიტყობთ მათ გაუქმება. იქ არის გარკვეული პრობლემები, რომლებიც არის ბოლო დროს მიღებულ ცვლილებებში, გარკვეულ შეზღუდვებთან, რომლებიც უკავშირდება შეკრებებს და მანიფესტაციებს, თქვათ იგივე ეს მექანიზმი, რომელიც ეხება შეტყობინებას, 20 მეტრის რადიუსს და სხვადასხვა თემებს, ასევე ადგილს შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების აქედან გამომდინარე, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლო როგორც წესი ხოლმე არის ბოლო ეფექტური საშუალება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სხვათა შორის სახალხო დამცველის სარჩელი არ კმაყოფილდება, ამას მაინც აქვს პოზიტიური მნიშვნელობა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკითხი ხდება უფრო აქტუალური და ყოფილა შემთხვევები, მაგალითად, როდესაც მოსამართლეთა აზრი გაყოფილა. დიახ, მე ვიცი, რომ საერთაშორისო სასამართლოებში საკმაოდ ეფექტურია სახალხო დამცველის რეკომენდაცია. თქვენ თვითონ ახსენეთ ახლა სახალხო შეკრებები და მანიფესტაციები და არ შემიძლია არ გავიხსენოთ 15 ივნისის ფაქტი. არ ვაპირებდი ამაზე საუბარს, მაგრამ ეხლა გამიჩნდა სურვილი, სადაც დაზარალდნენ, თქვენ გახსოვთ, სამმართველოს წინ ჟურნალისტები დაზარალდნენ. ჩვენ თანამშრომელს დაზარალდა. სერიოზულად. რა ღონისძიებებს მიმართეთ იმისთვის, რომ გარკვეულად დაისაჯონ დამნაშავეები? ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა ის მასალა, რაც ჩვენს ხელთ იყო, დაწყებული ჩანაწერებით, დამთავრებული სხვადასხვა დაზარალებულ პირთა ახსნა-განმარტებებით და ჩვენებებით, გადაუგზავნეთ პროკურატურას. რამდენადაც ჩვენ ვიცით, მან დაიწყეს გამოძიება, თორე შედეგი არ არის დამდგარი და ერთი რაც იყო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს ადმინისტრაციული წესით გამოეცხადა სასტიკი საყვედური და საყვედური, თუმცა სისხლის სამართლის პასუხისმგებაში არ მიცემულა არც ერთი პირი. და თუ შეიძლება გააგრძელოთ მუშაობა იმ კუთხით, რომ მიეცენის წინ სისხლის სამართლის. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ამას ყოველთვის ახსენებს თავის მოხსენებებშიც, გამოსვლებშიც, სხვადასხვა შეხვედრებზე, თუმცა არის კონკრეტულად გარკვეული სისტემური ხასიათის პრობლემები, რომლებიც მაგალითად ისევ და ისევ უკავშირდება გამოძიების ეფექტურობას. ეს არ ეხება მხოლოდ ამ ფაქტს, არის კიდე სხვა კონკრეტული შემთხვევებიც, ჩვენ შევეხებით თქვათ იგივე საჯელახსოვრების სისტემაში სხვადასხვა დარღვევებს, იგივე პოლიციის მხრიდან ხშირია, როდესაც გამოძიება არის გაჭიანურებული და ვადებში ძალიან გაწელილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ ახლა, რომ აი მთელი საქმეები, რაც დაგროვდა, ჩვენგან გადაგზავნილი, რომელზეც თქვათ დაიწყო ძიება, შედეგი არ დადგა, ხელმეორედ გავუკეთოთ ყველაფერს ანალიზი და გამოვკვეთოთ ის სისტემური პრობლემები, რაც არსებობს. მოდით რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება, მაგალითად უვადო პატიმრებზე, რამდენადაც ვიცით თქვენ საკმაოდ აქტიურობდით ამ მიმართულებით. გულისხმობ ერთ-ერთ თემად იმას, რომ გაუქმებულია მათთვის გრძელვადიანი პაემნები. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ეს პირველ რიგში? პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ის, რომ გრძელვადიანი პაემანი არ არის გაუქმებული მხოლოდ უვადო პატიმრისთვის, ყველასთვის გაუქმებულია. და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც გარკვეულწილად პატიმრის კონტაქტს გარესამყაროსთან და ასევე მის საშუალებას, რომ ოჯახთან შეინარჩუნოს კავშირი ფაქტიურად ხელყოფს.
რა თქმა უნდა, ბოლო ორ მოხსენებაში მე მქონდა რეკომენდაცია, რომ აღდგეს გრძელვადიანი პაემნები. ის და ერთ რამეს მინდა კიდე შევეხო, ეს გრძელვადიანი პაემნები ბევრს ახსოვს, თქვათ ეს საბჭოთა პერიოდში, როდესაც ეს სხვადასხვა ბანაკები იყო აშენებული ციმბირში და ადამიანი რომ ჩადიოდა იქ 3 დღე რჩებოდა, რომ გაეტარებინა წელიწადში. კი ბატონო, ზუსტად. თუმცა თანამედროვე გაგებით გრძელვადიანი პაემანი შეიძლება ნიშნავდეს, თქვათ 4 საათიან კონტაქტურ პაემანს, როდესაც პირ შეუძლია ადამიანთან იყოს კონტაქტში, თქვათ იყოს განცალკევებული მასთან. ხა მე არ მინდა კიდე ბევრი ვისაუბრო ამაზე, თუმცა ევროპის ბევრი ქვეყანა ამას მისდევს. ეს შეიძლება არ იყოს ღამე დარჩენით, მაგრამ შეიძლება არსებობდეს თქვათ 12 საათამდე პაემანი, თუმცა მოკლევადიანი პაემნები წესით, აი ბოლო თანამედროვე სტანდარტით, რის რეკომენდაციასაც იძლევა ბევრი საერთაშორისო სტრუქტურა, კვირაში ერთხელ უნდა იყოს ამის შესაძლებლობა, თქვათ არა თვეში ერთხელ და თვეში ორჯერ. თუმცა უვადო პატიმრების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის პაემანს აქვს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები უვადოდ იმყოფებიან დაწესებულებებში და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ეს. რა კონკრეტულ ზომებს მიმართავთ, რომ შეიცვალოს ეს? მე რა თქმა უნდა მოვიშველებ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციას ამისთვის და გარდა ამისა, მე მაქსიმალურად ვიცი, რომ რაღაც დისკუსია ამ მიმართულებით დაწყებულია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ როდესაც ახალი პატიმრობის კოდექსი შევა ძალაში, შესაბამისად მოხდეს რაიმე სახით აღდგენა გრძელვადიანი პაემნებს. მე ვიცი, რომ რაღაც ტიპის მზადყოფნა, მაგალითად, იგივე საქართველოს პარლამენტში მე რომ მქონდა რამდენიმე დეპუტატთან საუბარი, არსებობს ამის იდეის მხარდაჭერა არის, თუმცა მიუთითებენ, რომ ამისთვის საჭიროა ცალკე თქვათ კონკრეტული შენობა იყოს ან რაღაც ნაწილი შენობის, სადაც ამის პაემანს ცხადია ღიაცის ქვეშ ვერ მოაწყობ და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით შეიძლება რაღაც პროგრესი იყოს. არ იქნება ადვილი მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ. ბატონო გიორგი, ერთ ძალიან საინტერესო ტენდენციას წავაწყდი, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ვარდების რევოლუციამდე სულ იყო 8 სამუდამო პატიმარი, ეხლა არის 80. რას ნიშნავს ეს ტენდენცია? რისი ბრალია? პირველ რიგში რა თქმა უნდა, ეხლა მე ზუსტად ანალიზი არ, თუმცა ეს შეიძლება დაუკავშირდეს ერთი რომ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას, რაც შეეხება ახლა 80 რაოდენობას, ხო, სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია უვადო პატიმრების რაოდენობა, ასევე კანონმდებლობაც განსხვავებულია. მაგრამ აი რატომ შეიცვალა ასე? ეს უკავშირდება მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას. პირველი მე რაც მინდა აღვნიშნო, ის რომ თუნდაც 2003 წელს საქართველოში იყო 6000 პატიმარი, დღეს არის 22800. და აქედან გამომდინარე, როდესაც მკაცრდება ზოგადად პოლიტიკა, შესაბამისად ცხადია, რომ ეს იწვევს შედეგებს, რაც სახეზეა დღეს რეალურად ამას მარტო უვადო პატიმარს დაუკავშირებთ. საქართველოში სიკვდილი დასჯა გაუქმდა 90-იანი წლების მიწურულს და შესაბამისად, ნაწილს შეეცვალა, ვთქვათ, 20 წლის პატიმრობით. არა, მე მგონი უვადოთი ბევრს არ შეცვლა, ხა ზუსტ მონაცემს ნამდვილად შეიძლება ამის ნახვა, მე მახსოვს წაკითხული მაქვს, უბრალოდ ზუსტად არ მახსოვს. თუმცა რა თქმა უნდა, უვადო პატიმრების რაოდენობა, ვთქვათ, არის პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი. გასაგებია, ბატონო გიორგი, ასევე წავაწყდი ასეთ ტენდენციას, რომ უფრო მეტად ფიზიკურ ზეწოლას განიცდიან არა უვადო პატიმრები, არამედ ისინი, ვინც უფრო ხანმოკლე ვადით ზის საპატიმროში. თუ არის ეს სიმართლე და საერთოდ რამდენად ხშირია დღეს ფიზიკური ზეწოლა პატიმრებზე. ოღონდ გულახდილად მაინტერესებს ამაზე პასუხი. მე რა თქმა უნდა გულახდილ პასუხს გაგცემ და რა თქმა უნდა დავეყნობი იმ მონაცემებს, რაც მაქვს მე და ჩემ აპარატს, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვახორციელებთ ინტენსიურ მონიტორინგს საჯარო ასულებს დაწესებულებების. ბოლო დროს გახშირებულია პატიმრების მხრიდან საჩივრები, რომლებიც უკავშირდება მათ ცემას რამდენიმე დაწესებულებაში. ეს არ არის სისტემური პრობლემა, ბევრი დაწესებულება. არის რამდენიმე გამორჩეული, მე მაგალითად შემიძლია გითხრათ ქსნის დაწესებულება. ის არის რუსთავის კოლონიაში როგორც წესი მსგავს საჩივრების რაოდენობა იყო გაცილებით ნაკლები, თუმცა გადაყვანასთან დაკავშირებით, როდესაც მოხდა ახალი კორპუსის გახსნა, ჩვენ მოგვივიდა ინფორმაცია, ადგილზე გადავამოწმეთ, მე არ დაგიმალოთ, რამდენიმე პირს აღენიშნებოდა დაზიანებები, ერთს ჰქონდა ჩალურჯება, მეორეს ჰქონდა ასევე დაბეჟილობა, რაც თვალით იყო შესამჩნევი. ჩემი აპარატის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ჩვენ მათ ვესაუბრეთ, ვთხოვეთ, რომ რეალურად ესაუბროთ ჩვენთან, თუ საიდან არის ეს დაჟეჟი, ერთმა განაცხადა, რომ წაიქცა კიბეზე, მეორემ ითამაშა ფეხბურთი. ეხლა იცით რა არის, ერთია მე შინაგანად რისი მჯერა და რისი არ მჯერა და რისი ჯერა ვთქვათ ჩემ თანამშრომელს. მეორე ის, რომ ოფიციალურად ჩვენ ამაზე მოვახდინოთ. მე შეიძლება ბევრი ვილაპარაკო, რომ აი პატიმრებს ცემენ. მე მჭირდება მათგან თუნდაც
მარტივი ახსნა განმარტება რომ მითხრან საად როდის და ვის მიერ მიადგათ ეს დაზიანებები. და ბატონო გიორგი, თუ თვითონ პატიმარია არ გეტყვით და რამდენადაც ვიცი, ასე ვთქვათ, შავი სამყაროს წესებით როგორც წესი ისინი თვითონ არ აღიარებენ ხოლმე. არა, ეგრე არ არის ყოფილა შემთხვევები, ანუ უნდა შეწყვიტოთ ასეთ შემთხვევაში. ის არის მე ერთადერთი ამ დროს სამართლებრივი გზა რაც არის. მე უნდა ინფორმაცია გადაუგზავნო პროკურატურას და მათ უნდა დაიწყონ საქმეზე სისხლის სამართლებრივი. გაქვთ თუ არა ჩვენება პატიმრის მხრიდან მიუხედავად ამისა?